ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ჩემი აზრით მათემატიკაში ერთ-ერთ არა მარტო ჩემი აზრით მათემატიკაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გამოსახულებასთან რომელსაც ვიცნობთ ეილერის ან ოილერის იგივეობის სახელით ლეონარდო ოილერი იყო შვეიცარიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი, ასევე საკმაოდ ახლოს იყო მუსიკასთანაც და სწორედ მის სახელს უკავშირდება გამოსახულება, თუმცა ცხადია მისი მიღწევები გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე უბრალოდ გამოსახულება, რომელსაც ჩვენ ახლა დავწერთ. მოკლედ ამ გამოსახულებაში კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავინახოთ მათემატიკის სილამაზე და მშვენიერება და ის როგორი საოცარი რამაა. მოკლედ თქვენ ალბათ ყველამ იცით პის შესახებ, რიცხვი პის შესახებ. პი თვითონ რიცხვია, მოკლედ პატარა გადახვევა რო გავაკეთოთ, პი ჩვენ თუ გვინდა ვისაუბროთ პიზე და მის ზუსტ მნიშვნელობაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პის ზუსტი მნიშვნელობა არის თავად პი, იმიტომ რომ ის შეთანხმებულია, რომ პი არის თვითონ რიცხვი, ისევე როგორც მაგალითად 3 ან 7 ან ასე შემდეგ. მოკლედ, რა არის პი, ხო? პი ეს არის წრეწირის გეომეტრიიდან. ნახოთ პის განსაზღვრება, ეს არის წრეწირის სიგრძის შეფარდება მის დიამეტრთან. პი ირაციონალური რიცხვია. ირაციონალურობა ნიშნავს მარტივად რო ვთქვათ, რიცხვი, რომელიც არ ჩაიწერება სასრული ან პერიოდული აწილადის სახით. ეს ნიშნავს, რომ მძიმის შემდეგ რიცხვში არის და მარტივად რო ვთქვათ, მძიმის შემდეგ რიცხვში ციფრები უსასრულოდ გრძელდება. არა მარტო უსასრულოდ, ასევე ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, შეიძლება ესე ითქვას. ანუ ჩვენ არ ვიცით 4-ის შემდეგ რა მოდის, არც 7-ის შემდეგ ვიცით რა მოდის და ასე შემდეგ. განსხვავებით პერიოდული აწილადისგან, ანუ მაგალითად ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ, რომ მძიმის შემდეგ სულ გვაქვს 25-ები, ხო? თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს რიცხვი არის ირაციონალური, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ 25 მეორდება უსასრულოდ. ანუ მძიმის შემდეგ უსასრულოდ ბევრი ციფრია, თუმცა ვიცით ამ ციფრების შესახებ. ირაციონალურ რიცხვებში კი არ ვიცით მომდევნო რიცხვი რა იქნება. ეს არის ძალიან მარტივ ენაზე ახსნილი განსხვავება. თუმცა რა თქმა უნდა მათემატიკაში ეს არ არის საკმარისი. იმისთვის რომ ჩამოვაყალიბოთ ირაციონალურობა რიცხვის. მოკლედ პი ირაციონალური რიცხვი, ეს არის წრეწირის სიგრძის შეფარდება დიამეტრთან, ანუ აი წრეწირი რო წარმოვიდგინოთ, ცოტა ვრცლად მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ დავინახოთ საოცარი კავშირი მათემატიკის სხვადასხვა დარგებს შორის. მოკლედ წრეწირი რო წარმოვიდგინოთ და მისი დიამეტრი, პი არის რიცხვი, ანუ რამდენჯერაც არის დიამეტრი პატარა აი ამ წრეწირის სიგრძეზე, მთლიანად, ხო? პის შესახებ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა არა ამ ვიდეოში. პის ძალიან დიდი ისტორია აქვს, ძალიან დიდი ხნის, ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ძალიან დიდი ხნის წინ ცდილობდნენ მისი რიცხვითი მნიშვნელობის გამოთვლას, იყო საკმაოდ ზუსტი მიახლოებები, დღეს კოლოსალურად დიდი რიცხვი, ანუ კოლოსალურად ბევრი ციფრი მიიღეს მძიმის შემდეგ. თუმცა ჩვენთვის სრულიად საკმარისია დავწეროთ მაგალითად, რომ პი უდრის დაახლოებით 3.14-ს, ამას ვიყენებთ ხოლმე. თუ კიდევ უფრო დიდი სიზუსტე გვინდა, შეგვიძლია 15 მივწეროთ, ხო? ამაზე დიდი სიზუსტით ჩვენ არ დაგვჭირდება პი რიცხვით, თუ დაგვჭირდება, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ პი გამოვიყენოთ, მაგალითად კალკულატორზე და ზუსტი იქნება მნიშვნელობა. მოკლედ, პი არა მარტო გეომეტრიაში, ხო, თუმცა მაინც გეომეტრიასთან და ჩემთვის წრეწირთან და მის დიამეტრთან ასოცირდება. მოკლედ ნახეთ, რომ ესე პი გვაქვს გეომეტრიიდან, რომლის რიცხვითი მნიშვნელობაც არის ირაციონალური, ანუ მძიმის შემდეგ აქ რიცხვები უსასრულოდ გრძელდება. არასოდეს არსად არ დასრულდება ეს რიცხვები, ციფრები. შემდეგი რამ რის შესახებაც მინდა ვისაუბრო, ეს არის ნეპერის რიცხვი. ნეპერის რიცხვი არ არის პისავით პოპულარული, თუმცა მათემატიკოსებისთვის და არა მარტო მათემატიკოსებისთვის საკმაოდ ცნობილი
სიმბოლოა, ცნობილი რიცხვია, იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ ნეპერის რიცხვზეც, ის ირაციონალური რიცხვია და ამ შემთხვევაში მისი მიახლოებითი მნიშვნელობა თუ სწორად მახსოვს არის 2.71 და შემდეგ უსასრულოდ ბევრი ციფრი. რა არის ნეპერის რიცხვი, ხო? ნეპერის რიცხვი არის ესეთი საინტერესო გამოსახულების შედეგი. პროცენტების დათვლის დროს აქვს დიდი გამოყენება ნეპერის რიცხვს, რთულ პროცენტზე ამ შემთხვევაში საუბარი. წარმოგიდგენთ ესეთი გამოსახულება 1 + 1 შეფარდებული n-თან, ეს n-ია, ჭრილებში და ხარისხად n. ეს რას ნიშნავს, ხო? ანუ წარმოვიდგინოთ მიმდევრობა რაღაცა n-ი, სადაც n იცვლება, 0 ვერ იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნიშნულში ვიცით, რომ 0 არ შეიძლება იყოს. n ნატურალურებია, ესეც დავამატოთ და n, ხო, ნატურალური ნიშნავს, რომ 0-დან არა და 1-დან იწყება, ხო? ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ ესეც რაღაცა ჯერჯერობით ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ კიდევ მათემატიკოსები 0-იანი 0 უნდა იყოს თუ არა ნატურალური რიცხვი. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ყოველ შემთხვევაში სასკოლო სახელმძღვანელოებში 0-ს არ მივიჭრეთ. ნატურალური რიცხვი იწყება 1-დან, გრძელდება 2-ით, 3-ით და ასე შემდეგ უსასრულოდ. ანუ მარტივად ვთქვათ, ნატურალური რიცხვები ვიცით, რომ არის რიცხვები, რომლებსაც თვლის დროს ვიყენებთ. მაგალითად, n აქ ნატურალურია, ანუ 1-დან უსასრულობამდე იზრდება და თუ დავითვლით ჩვენ აი ამ გამოსახულების ზღვარს, ეს ზღვარი უკვე უმაღლესი მათემატიკიდან ლიმესი. ესეთი რამე წარმოვიდგინოთ, ხა ცოტა რთულად მომივიდა მაინც, ანუ ზღვარი წარმოვიდგინოთ უბრალოდ, ანუ n უსასრულოდ იზრდება და აი ამ გამოსახულების მნიშვნელობა, ხო? ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგათ, აი მაგალითად n თუ იქნება 1, აი აქ როცა n უდრის 1-ს, ეს რა იქნება? 1 + 1 შეფარდებული 1-თან, ანუ 1 + 1 2-ია, 2 ხარისხად 1 არის 2. მაგალითად ახლა ქვემოთ დავწეროთ n როცა არის 2 სწორი, ხო? 1 + 1 მეორედი არის 1.1 მეორედი. ანუ n როცა 2-ია, ხო? ესე იგი 3 მეორედია. 3 მეორედი ხა n-ის მაგალითად 2-ს შევიტანთ, 3 მეორედი ხარისხად 2 არის 9/4. ნუ ეს უკვე არის 2.25, ხო? აი გაიზარდა 2.25-ით. თუ ავიღებთ n-ს 3-ს, მივიღებთ 1 + 1/3, იქნება 4/3, 4/3 ხარისხად 3. ნუ ნახავთ, რომ მოკლედ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, აი ამ მიმდევრობაში, როცა n იზრდება, ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით ჩვენს მიერ ნახსენებ ნეპერის რიცხვს, ანუ 2.71 და ასე შემდეგ. ანუ ზღვარი, როცა n უსასრულობაში წავა, ჩვენი რიცხვის სულ უფრო და უფრო მიახლოვდება ნეპერის რიცხვს. მაგალითად, აი ამ გამოსახულებით, აი ამ მიმდევრობის ზღვარი არის ნეპერის რიცხვი. ანუ ნახეთ, რომ ამით იმის თქმა მინდოდა და ჩვენება, რომ ნეპერის რიცხვი რადიკალურად განსხვავებული არის π რიცხვისგან, π თუ რაღაცა გეომეტრიული რაღაცა საფუძვლები აქვს, ხო? ნეპერის რიცხვი სულ სხვაგვარად არის, ხო? რაღაცა ალგებრული მოქმედებებით, არითმეტიკული შეიძლება ვიღებთ ამ რიცხვს. და მესამე ანუ თანხმდებით, რომ ეს ორი რიცხვი ერთმანეთისგან რადიკალურად არის განსხვავებული, ხო? და მესამე საერთოდ უცნაურია, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანის მოგონილია, ნუ π და i-ის შემთხვევაში ადამიანის მოგონილი შეიძლება სიმბოლო არის, მაგრამ თვითონ რიცხვითი მნიშვნელობა რაღაცით მიღებულია, ხო? მესამე ეს არის i, რომელიც, როგორც უკვე თქვი, უბრალოდ მეცნიერებმა, მათემატიკოსებმა შემოიღეს იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც опроსორად, ანუ მოკლედ, რადგან ვიცით ჩვენ, რომ ნუ სკოლაში ასე ვსწავლობთ, ხო, რომ უარყოფითი რიცხვიდან ფესვი არ ამოდის, ხო? ანუ -2-დან მაგალითად ფესვი არ ამოდის სკოლაში, როცა ფესვი -2-ს ყოფილობთ, აი ვანებებთ თავს, ხო? ანუ თუ განტოლებაზეა საუბარი, ვიტყვით, რომ განტოლებას ამონახსნი არ აქვს,
ან ეჭვი შევიდნენ საკუთარ თავში, რომ აი როცა დისკრიმინანტზე გვახსენდება ალბათ ყველას ხა, როცა უარყოფით რიცხვს მივიღებდით ფესქვეშ, ვეჭობდით, რომ რამე შეგეშალა, ან თუ დარწმუნებული ვართ, რომ არ შეგეშალა, მაშინ განტოლებას ამონახსნი არ ქონია, ხო? სინამდვილეში ესე არ არის. ნებისმიერ განტოლებას აქვს ამონახსნი, იმიტომ რომ ვიღაცებმა მოიფიქრეს, რომ მოდი i იყოს ფესვი -1-დან. ანუ მინუსიდან რო არ ამოდიოდა, მოდი ჩვენ დავარქვათ -1-დან ფესვს i და ნუ თუ -2-დან მინდა ფესვი, ეს იქნება 2i, ხო? ანუ -1, 2 რო გამოვიტანოთ აქედან, იქნება 2 გარეთ და ქვეშ ფესქვეშ -1, ხო? და ნუ ეს თუ i-ია, გამოვიდა 2i და აი ამ მარტივმა რაღაცა მოფიქრებამ, ნუ საკმაოდ დიდი უპირატესობა მისცა მათემატიკოსებს, ახლა უკვე უარყოფითი რიცხვებიდანაც შეგვიძლია ფესვის ამოღება, ხო? მაგრამ i საერთოდ გამოგონილი რიცხვია, ხო, რომელსაც ცხადია, რომ აქვს არსებობის უფლება და საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს მას და ჩვენ მივიღეთ 3 გამოსახულება, 3 სიმბოლო, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად არის განსხვავებული და სად იმალება ახლა აქ სილამაზე. მოკლედ, ბატონმა ეილერმა ესეთი საოცარი რაღაც შემოგთავაზა, ნუ გასაგებია, რომ გამოსახულებას, რომელსაც ჩვენ დავწერთ ახლა, შეიძლება დამტკიცება, თუმცა ამ ვიდეოში ამას არ ვიზავთ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ან შეიძლება მალე ეს ვიდეოც ჩავწერო. მოკლედ, ესეთი საოცარი გამოსახულება გვაქვს, როგორ უკავშირდება აი ეს და საერთოდ აი ერთიანიც მივწეროთ აქ. მეოთხეც, ნუ ერთიანი, ნუ გასაგებია ხო, ჩვეულებრივი რიცხვია. მოკლედ, გეომეტრია, ნუ ალგებრა შეიძლება დავარქვათ, მათემატიკოსების მოგონილი რიცხვი და ერთიანი, ჩვეულებრივი ციფრი. და აი ეს 4 რაღაც ესე საინტერესოდ უკავშირდება ერთმანეთს. თურმე ნებერის რიცხვს თუ ავიყვანთ ხარისხად i-სა და p-ის ნამრავლში, ამას გამოვაკლებთ 1-ს. მოდი აი სანამ დავწერე ეს რას უდრის. აი ვიფიქროთ, რამის რატომ უნდა უდრიდეს ეს საერთოდ, ხო რაღაც კონკრეტულს. ნუ ასე იგი, რაღაცა 2.7 ასე შემდეგ რიცხვი, უსასრულოდ დიდი, ანუ წარმოგიდგენთ, ახლა უსასრულოდ ბევრი ციფრი წერია და აქ ყავს ხარისხად, ასე იგი 3.14, 15 ასე შემდეგ უსასრულოდ ბევრი ციფრი, გამრავლებული კიდე ფესვი -1-ზე და აი ამ უცნაურ რაღაცას აღდება 1 და თითქოს ვერაფერს უნდა ვივიღებდეთ, თუმცა აი აქ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ 0-იან. ხო. ჩემში ამონახტოვნება გამოიწვია და მგონია რომ თქვენთანაც ეგრე უნდა იყოს, თუმცა არ ვარ პრომოდე დარწმუნებული. იმედია რომ ზოგიერთ თქვენგანში მაინც გამოიწვია აღფრთოვანებას. მოკლედ აი ეს გამოსახულება ნამდვილად არის ჭეშმარიტი, ნამდვილად არის სამართლიანი და ნამდვილად არის საოცარი. ზუსტად მაგიტომაც ქვია მათემატიკის ყველაზე ლამაზი გამოსახულება. ხო,